გვჭირდება კაიაკი. წყალგამძლე ჩანთა, ჩაფხუტი, სამაშველო ჟილეტი და ენერგია. წესით ისეთი დრო მაქვს რჩეული, როცა მტკვარი ყველაზე წყნარია და დამშრალი. მაგრამ რა იქნება და როგორ იქნება, მაინც არ ვიცი. ნახავთ. ერთი პრობლემა ისაა, რომ დამშრალი როა შეიძლება ნაგავი და ისინი ქვები და ეგეთები ამოტივტივდეს და ეს რო გასაბერია, პრობლემა შემიქმნას. რა გამიხიოს და დავიძირო იქვე. მაგრამ არა უშავს, გათვალისწინებულია. ხალხი გაფრთხილებულია, პერიოდულად ლოკაციას ვაგდებ. სუბუქად შევებმები კაიაკს, რომ მინცობა თუ გამოვარდი, ჩემ გარეშე არ წამოვიდეს თბილისში. მაგრამ არც ისე არ მინდა, რომ პრობლემა თუ შემექმნა, თან წამიყოლოს. წავედით. ავარია, ქვას ან რამეგეც არ დავეხი. და ესეთ ადგილებში დავეხიე უკვე. ქსანში ჩამოვედი მატარებლით. კვართან ყველაზე ახლო აქ არის მატარებლის გაჩერება. დაახლოებით 13 თუ 15 კილომეტრია. ყურის გავლით ცხეთამდე. რაც ვნახე Google Earth-ზე და სურათებში, არც ძლიერი დინება აქვს. მაგრამ მაინც საყურადღებოა ახლა გასაბერი თქვა. 1-2 საათში უნდა ჩავიდე. ეს საცდელი დაშვება, იმიტომ რომ დინარეზე არასდროს არ დავშვებულა კაიაკით, გასაბერით მით უმეტეს. ეხლა ვნახავ როგორ წავა ყველაფერი და თუ კარგად წავიდა, მე უფრო ამბიციური გეგმები მაქვს. მაგალითად, ბათუმიდან ფოთამდე, ანაკლიამდე, მინდა კაიაკით გავიდე, გავცურო. ცოტა უჩქარო. დინებაში ვიყავ. აქ მომწონს ეს. ურამე და ძალიან გამიჭირდა ისეთი ადგილები გაიჩითა. მირჩევნია ნაპირზე გავიდე და ისე გავაგრძელო. არის ყორთული. რთული მაშინ არ მინდა მოვხვდე. ადგილებში რო გადმოვარდე, ეგრევე ქვას არ დავეხეთ, ან არა ამ მომატრიალოს. მარტივ ყოფილა, მე კიდევ ვერიდებოდი. სისხლდილი გამოსულია სათევზაოდ. მაგარია. ასწორებს თევზაოდ. არ თევზავია, მაგრამ ვასკვნი რო ასწორებს. და ქვებზე აცილება მე მგონა მარტივი იქნებოდა და არც ისე მარტივია, იმიტომ რომ დინებას რო ყავხარ წაყვანილი უკვე, ვეღარ მანევრირებ დიდად. შეიძლება ეგ ამ კაიაკის გამოვა, მაგრამ არა მგონია. კაი რთული დინებაა ეს. არა სახუმარო. ვაიმე. არა. მანდარა. მაინც მივყავა. შარვალი დამისველდა. იმედია წყლისგან. ძალიან მარტივს ველოდებოდი, სანამ წამოვიდოდი აქ. ივლისია მაინც. წყნარი უნდა იყოს დინება. გალაკ ხელით თრევა შეიძლება დამჭირდეს თქო, მაგრამ ხელით თრევა კი არა. კინაღამ ჩამაყურყუმელავა. მე აქ რა თხელია. 2 საათი მქონდა გათვლილი, 8-ზე დავიძარი, 10:30-ია უკვე. ჯერ 1 კილომეტრიც არ მაქვს გავლილი. ველოდებოდი, რომ ბინძური ადგილები იქნებოდა. სისუფთავის და ბუნებისთვის დიდად არ წამოვსულ, არ გასატესტად უფრო წამოვედი, რომ დინარეზე რამდენად შემიძლია ამითი დაშვება. მაგრამ ეხლა რასაც უყურებ, მაგარი ბინძური არის. ჯერ ნაპირი არ შემხვედრია, სადაც ესეთი ჩამოფხავებული რაღაცები არაა. სამწუხაროდ დასახლებასთან ყველგან ესეა. ხალხის დაყრილს არ გავს ეს. ყვაირო დიდდება ხოლმე იმას ჩამოაქვს ნაგავი და მაგიტო ეხვევა ესე ხეებზე მერე. ტალღები კი ისეთი ჩანს, რომ თითქოს მახათქუნებს აქეთ-იქითო, მაგრამ არ არის, არ მახათქუნებს. მეკონი უბრალოდ
შიშა რა ვარ. რამდენი ხანია ესე წამოსვლა მინდოდა. ჯერ კიდე შარშან. ძლივს მოვაბი თავი. ცოტა დავკვირვებით უნდა ვიყო ესე რო ვეშვებით ორე ნახე. იქ წყლიდან ამოშვერილია ტოტი. ეგ რაც ჩანს. რაც არ ჩანს ის მაგარი საშიშია. სანამ არ მივახლოვდე, მანამდე ვერ გაიგებ რო ისა. ეს ის ხიდია. მოტოთი რო დავდიოდი. პირველად აქ მომივიდა ის იდეა რომ მოდი კაიაკით ვახშენ. დავეშვებით ხო. წყნარი დინება კაიაკითაც შეიძლება. ასეთ დინებაში გასაბერი კაიაკი არ იქნება პრობლემა ისე. ესეთ დინებაში რო დავეშვა. არ მოიკეთება არაფერი, აქ რომც გადმოვარდე დიდი არაფერი არ მოხდება. დიდი სიამოვნებით გავივლიდი აქ. მაგრამ იქით ვეღარ მოვხვდები ახლა და აქედან ისეთი ცუდი გადასასვლელია და ისეთი ნაკავიყრია რომ გადასვლის სურვილი არ მიჩნდება. აქ ცოტას შევისვენებ. გასაკაიფო. ხოთაბამ კუნძულზე ნაგვის გარდა რამე საინტერესო თუ არ. არია ასე თუ ისე. ამ ადგილას არის მორი ერთი. ამას ავწევი, მაგამდე ვერც მივა. და მალე ჩავალ მე. არა აი ეს ეკლესია რო დგას თავზე მაგის მარცხნივ ძირში არის შიომღვიმე. რაც სუდათ იყო ამოშვერილი. მეგონა ტალღაზე მიდიხარ გონია და ახვალ ტალღაზე და ქოვით ჯოხია. კიდე აი ზედარ დავეხია და ცოტა გვერდულად მივედე თორე ვიბუთხებდი ეგრევე. მეგონა ძალიან მარტივი დასაშვები იქნებოდა და ეხლა უკვე ისე ვარ ოღონდ მშვიდობით ჩავაღწიოთ ხო. განიერია და ძალიან დაბალია წყალი და იქით ტოტები და რაღაცეებია ამოშვერილი. იქ საერთოდ ნაგავს აყრელია. თხილას უნდა ვქნა, თორე რაღაც საშინელება შეიძლება ეგდოს. მაგალითად გამდიდრებული ურანი. აქ შევისვენებ ცოტას. ჩვენიერი ადგილია კალდის ძირში. სადმიჩევა. ის წასი. ჩემი შესასვენებელი ადგილი. რომელიც იმედია ჩამონგრევა სჯერადებს. ძალიან მინდა რომ ვთქვა რომ აქედან უკვე მარტივი გზებია, მაგრამ ჟუკის მიხედვით ეგრე არ არის. მაგრამ მატარებლიდან რო გადმოვიხედე, რაც ჩანდა წყნარი დინება იყო ძალიან. ახლა ეს აქ როგორიც არის ეგეთი. აი შევისვენებ ახლა და გავაგრძელებ გზას. დიდი თევზი დაიჭირეს მე მგონი, რაც დიდს აგდებენ. ნახტავა. აუ რომ ხელა მოაგდო ნახეში. აი რომ ხელა რომ შეხება. შედარებით წყნარია აქედან. უახ ჩემი თევზი ამოხრა. ყელდეს არ მიახეთ მიმახეთ ხოსამა ისე მიყავარ.
კონი გადავრჩი. კაი სახლები, კაი ადგილასა. აკაკოთ შეფმული ნახე. რამ ხელაზე დაიკლო წყალმა რო ეგრეა ჩამოკიდებული. ძალიან ბევრი წყალი ჩამივიდა. კაი აქში უკვე მაწუხებს იმდენად ბევრი არის. ეს კიდე არა აქვს და ვიღებ ფეხსაცმლით. ნახრეტი არა აქვს და გამოვცალო თუ არა მოვაყირავთ, ეხლა ვერ მოვაყირავთ, მძიმე არის. მძიმეა. ესე ამოვხაპა ჩემი ფეხსაცმლით. ვაიმე რა კაია ჩრდილი. კაი სიწყნარია. შეიძლება ითქვას მეც დავიჭირე თევზი. მკვდარი, მაგრამ ბევრი იტყვის, რომ თევზაობის გარეშე დაუჭერია თევზი. ვა, დავიღალე უკვე. დინება საერთოდ აღარ მივყავარ. ჩემით მივდივარ მთლიანად და ქარიც ჩემს საწინააღმდეგოდ უბერავს, ამიტომ ცოტა მიჭირს. ესეც მცხეთა. ეს ის კუნძულია. ცხეთის კუნძული რო ქვია. მიალაბა. მოახერხო იქნება ასვლა. გამარჯობა. სალამ. აქ რა ხდება? აფხეთ. კი. ამოდი დაგალევი. დიდი სეონე. საიდან მოდი? ქსანი. ისენ დაიხვი? კი. ტოვი. ესეც ადგილას აღმოუჩნდი. კუნძულია, ტივით უნდა გადმოხვიდა იქით ამ მხრიდან. და აქ არის ესეთი ადგილი. ცხეთის ხეთს. აი ეს ნახე ეს გადადიოდა პომპეუსის ხიდე წყლის ქვეშ. ეს არის კარსანი, ეს წმინდანი მოიქადაგა. აი ჩაძირულია ახლა ხო ეს ხიდი რო არის. ეს ხიდი ახლა არა ჩესიმდო წყალი ამოწეულ. როგორც კი წყალი დაიწევს ამ მტკვარი. დაუშვენ ეს ხიდი. აქ ხერო არის ხო ზედაპირული ესო. კი. ეს ტურისტები იქამდე მიყავს ხოლმე, არაგვის შესართავამდე მიყავს ხოლმე. სვედის ხოლოდან მიდის ფოლკლორისა და არაგვის შესართავთან 3 კილომეტრი არის გასეირნება. გასეირნების შემდეგ მოდიან უკვე და ეს არის კონდულზე დასასვენებელი მოსასვლელი ადგილი. ეს არის გასასეირნებელი დასასვენებელი. სარელაქსაციო ადგილი. ძალიან მაგარი. უმეწონა ეს ადგილი. მილამაზე სადახარ. აგი. მეგასი. შევიდა თეთრი და. ამან დაყარა. აგი გემალამაზო. სინთეს სილამაზე ხარ გამოდი. ეს და სილამაზე. ის ცოყარელია. კუთხეში რომ მიიჭი. აქ ცეცხლზე იხარხება ხოლმე ხინკალი და აქ ჩაი? აქ ხინკალი, აქ ჩაი გესდება, აქ იხარხება. ეს პურდღლისაა? რა ფუმფულო. დიდგორზეა ნაპოლეონი. როთაშორის. მე მქონა ახალი გაკეთებული ის იყო. ეს მართლა ის არის. ეს მაჩუკ ეს სურათიდან ჩავიდა. აი. მართლა ის არის ნაღდია? ის ჩაფხუტი ნამდვილია? კი, ეგ მაჩუკა იმან მოსკოვის ჩემპიონია ეს ბიჭი რალიში. ო, ვერა ხედავ დამღაზე და აქ დაფლი. ხო, შეონჩნია და ნაღდი. იმიტომ არ ხარასავს არ კიდე. ხო. როგორც არის ისეთი უნდა იყოს. აქ თევზაობენ, მაგრამ ძალიან მაღალია იმისთვის, რომ დიდი თევზი ამოაგდო ამითი ანკესით. და დიდ თევზს უიჭერენ ხოლმე მე აქედან ესვრიან თავში. და მე ამოაგდო. თქვენ დაიჭირეთ? ნასროლია თუ იმით ამოიყვანეთ? ავიჭირე და მე ესვრი ვერ ამომყავს იქიდან. ეს ბავშვია. კი 2 კილოიანი მე რო გამოსვლას გება სადღაც კილო ნახევარი. ჩაი გაგიკეთე.
ჩემი ძითების ჭიქა მთელი არაბები გაგიჟებული. ეს სიცრე მოგვენატარება. მაგარიაფინი გამოთქვა და საინტერესო რაღაცებია. ისტორიული ხანჯალი დაფარი, იქ ნაცისტების ჩატხუთი. კარია, მაგრამ წასვლის დრო ეხლა. ყავით გამასპინძლდნენ, ჩაითაც დამათვალიერებინეს, რაღაც ისტორიები მომიყვნენ და გასწორა მოკლედ. წავედი ეხლა. განვაგრძე გზა. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. წავედი. ოკეი, ეს არის პომპეოსის ხიდი. ეხლა აწეულია წყალი, ის დაგუბებული აქვს ჰიდროელექტროსადგურში და დაძირული. გერ შევეხი. ისტორიული ადგილი. ლამაზი ადგილია. ეს ვიფიქრებდი, ისე მცხეთაში თუ კუნძული იქნებოდა. აი კიდე მეორე კუნძული. სასეირნოთო. ნოსო ბავშვები რო ხელს მიქნევენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ერთმა ქნევამ ჩემი ლავიწი იმსხვერპლა. ვა, სვეტი ცხოველი გამოჩნდა. მცხეთაში ვარ, რამდენი ახლავით კილომეტრი დამრჩა არაგვის შესართავამდე. ჩემი ფინიში არის არაგვის შესართავი. ცოტა დარჩა, ცოტა. ფინიში, მოვედი. მარტივად. მაგრამ შესართავი სად არის? არ არის შესართავი. აუყევი ფაქტიურად არ აქვს ბოლომდე და მაინც ყურის ფერია წყალი. მე ველოდებოდი ლურჯს. აბა ლურჯი. მაგრამ მაინც კაია, კაი გზნობაა ფინიში. მოკერ შუარი ჩანს. შვენიერი ნავსაყუდელი. აი ესე დასრულდა ჩემი კაიაკით დაშვება. მოგეწონათ, გამოიწევეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე.